წერალთა სახლში ლიტერატურული პრემია მუზას დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. მუზა უკვე რამდენიმე წელი არსებობს და მისი მთავარი მიზანია ქართული ლიტერატურის განვითარების ხელშეწყობა, საგანმომცემლო სექტორის მხარდაჭერა, ქართველი ავტორების პოპულარიზაცია და ახალი ნიჭიერი ავტორების გამოვლენა. გამარჯვებულები სხვადასხვა საკონკურსო ნომინაციაში გამოვლინდნენ და მათ მთავარი ჯილდო მუზა გადაეცათ, რომლის სიმბოლოც მერაბ ბერძენიშვილის ცნობილი ქანდაკებაა. აქვე არ შემეძლია არ აღვნიშნო, რომ წელს მუზა გადაეცა ადამიანს, რომელიც მართლაც გამორჩეული მუსიკოსი და მწერალი იყო, მანანა მენაბდეს ავტობიოგრაფიული რომანისთვის ფრენის დღე ორშაბათი, რაც ვფიქრობ, რომ მართლაც ძალიან სიმბოლურია. მუზას კურატორი, პოეტი მანონ ბულისკირია და წლის საუკეთესო პიესის ნომინაციაში გამარჯვებული ნინია სადღობელაშვილი არიან ჩვენი სტუმრები. მოგესალმებით შუადღე მშვიდობისა. მადლობა, რომ ხართ ჩვენთან ერთად. მადლობა თქვენ მოწვევის. ვიდრე გავიხსენებდეთ ისტორიას, უშუალოდ წელს რით იყო გამორჩეული. დავიწყოთ მოდი ამაზე საუბარი, ვინ იღებდა მონაწილეობას, რა ნომინაციები იყო და გამარჯვებულები როგორ გამოვლინდნენ. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მიულოცავ ყველა გამარჯვებულს გულწრფელად და ვისაც ნაკლები ინფორმაცია აქვს, იმათთვის მინდა ვთქვა, რომ მუზა არის კულტურის სამინისტროს პროექტი, რომელსაც ახორციელებს მწერალთა სახლი. ეს არსებობს უკვე მეხუთე წელია, თავიდან იყო სხვა სახელწოდებით, წლის საუკეთესო, ასე ერქვა და 2022 წლიდან მუზა უკვე ამ სახელწოდებით გაიცემა. უნდა ითქვას, რომ თავიდან თუ 4 ნომინაცია იყო, უკვე გამდიდრდა ეს ნომინაციები და 11 ნომინაცია ამ ეტაპზე. ასე გაიცემა. ეს არის წლის საუკეთესო რომანი, პროზაული კრებული, პოეტური კრებული, დოკუმენტური პროზა, დებიუტი, თარგმანი, კრიტიკა, რეცენზია, პიესა, ინსცენირება, წიგნის საუკეთესო დიზაინი, ინოვაციური პროექტი და მე-11 ნომინაცია არის ლიტერატურის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილისთვის. ძალიან საინტერესო იყო წლევანდელი კონკურსი, რადგან შემოვიდა 75 განაცხადი. რა თქმა უნდა, მსურველი მეტი იყო, მაგრამ კონკურსის მოთხოვნები დააკმაყოფილა 75 განაცხადმა და იმუშავა კომპეტენტურმა კომისიამ, გამოავლინა გამარჯვებულები და მე მინდა ამ კომისიას დიდი მადლობა უთხრა, რადგან მოგეხსენებათ, რომ ძალიან დიდი სამუშაო იქნა გაწეული და თითოეულ მათგანს უღრმესი მადლობა. ასევე მადლობა მინდა უთხრა თითოეულ მონაწილეს ჩვენ პროექტებში მონაწილეობისთვის და წარმატებების სრულ მომავალს. მოთხოვნები ახსენეთ და რა მოთხოვნებია საჭირო აი მომავალი წლისთვის რომ გაითვალისწინო მაგალითად მონაწილეები? დიახ, როგორც წესდება მოითხოვს, დებულება მოითხოვს, უნდა წარმოდგენილი იყოს ან გამოცემული წიგნი, ან ელექტრონული ვერსიები, უკვე PDF სახით, წიგნად არ არის, ხო თუ? არ არის, მაგრამ წიგნი ელექტრონული ვერსია უკვე წიგნად გამზადებული და ზოგმა გამოგზავნა Word-ის ფაილები, რაც რა თქმა უნდა გასაგებია. გასაგები არის ეს მოთხოვნები. მე მინდა ქალბატონ ნინიას ვკითხვა, თქვენ გაიმარჯვეთ წლის საუკეთესო პიესა ინსცენირების ნომინაციაში, თქვენ გამოგარჩიოთ მოკლედ ფსიქოტროპი, თქვენი პიესა გამოარჩია კომისიამ, რომელიც უკვე ახსენეთ, ელოდით თუ არა და რას ნიშნავს თქვენთვის ზოგადად აი მუზას პლატფორმა, ასე ვთქვათ. და პიესაც რაზე არის, ეგეც რო გითხრათ ბარემ. დიახ, მადლობა კიდევ ერთხელ ამ საკითხით დაინტერესებისთვის. ესე იგი, ამ ნომინაციაში გაიყო ეს ნომინაცია და ორმა ავტორმა აიღო მუზა, ბატონმა ზურაბ კანდელაკმა და მე და ჩემი ამ შემთხვევაში იყო პიესების კრებული, სახელწოდებით ფსიქოტროპი. ფსიქოტროპი ერთ-ერთი პიესაა, იქ არის 10 პიესა კიდევ ამ წიგნში და კონკრეტულად ეს პიესა ფსიქოტროპი, რომლის სახელსაც ატარებს ეს კრებული, დადგმულიც არის 2010 წელს თავისუფალ თეატრში რეჟისორი ივანე ხუციშვილის მიერ და მასში მონაწილეობდნენ მსახიობი ელდინო საღარაძე და თეატრალური სტუდიის ბავშვები და ძალიან საინტერესო იყო ეს ერთგვარი ექსპერიმენტი განვასახიერეთ. ერთგვარი კარცელ ლუქსის სკოლა ატარებს ექსპერიმენტს, რომ ბავშვების დასჯის ერთგვარი მეთოდი შეკეტონ ბიბლიოთეკაში და იქ შედის სკოლის ფსიქოლოგი და რაღაცა იწყება ამ ბავშვებთან ხომათი დიალოგი. თვითონ რაც შეეხება აი ამ ნომინაციას, მადლობას ვუხდი მუზას, მის ორგანიზატორებს, ჟიურის წევრებს, ყველას, ვინც იმუშავა მართლაც აი ამ შრომატევადი სამუშაო პროცესში და გამოარჩია ეს ავტორები, იმიტომ რომ ნებისმიერი
კონკურსი ეს არ არის ახალი, ამაზე ყველანი თანხმდებით და გუშინაც გაისმა ეს აზრი, რომ ყოველი ახალი კონკურსი არის ლიტერატურის განვითარებისთვის კიდევ ერთი ნაბიჯი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მაინც ვამბობთ იმას, შემოქმედი ადამიანები, რომ კონკურსები არის პირობითი, მაინც ერთგვარი მხარდაჭერა, სტიმულია, შთაგონება, ახალი ინსპირაცია და ასე შემდეგ და ბოლოს და ბოლოს ახალი სახელების აღმოჩენის პლატფორმა არის და მადლობა კიდევ იმისთვის, რომ ამ კონკურსში არსებობს ეს ნომინაცია, პიესა, დრამატურგია, რადგან ცოტა არ იყოს ჩაგრული ჟანრია ლიტერატურის, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან საინტერესო დრამატურგები გვყავს სხვადასხვა თაობის დღეს და ყოველთვის იყო ეს ტრადიცია, მაინც რაღაც სპეციფიკურია ეს ჟანრი. მოითხოვს ასევე რაღაც თეატრალურ ნაწილსაც თეატრის სცენაზე გამოდიახდა. აი ამ ყველაფრის გათვალისწინებით ის რომ ეს ნომინაცია არსებობს ამ კონკურსში თავისთავად კიდევ ახალი ბიძგი არის, ახალი წახალისება არის დრამატურგიაში მომუშავე ავტორებისთვის და ძალიან შთამბეჭდავი იყო სიაც და მე თქვენ გვით რომ ელოდით თუ არა და აი ისეთი ავტორები იყვნენ, ჩემი უდიდესი პატივისცემა ფიქრია ყუშიტაშვილს, ასევე ედუარდ უგულავას, ვინც იყო მოკლესიაში, ბატონ ზურაბ კანტელაკს თავისთავად, რომ ეს იყო აბსოლუტური ალბათობა და მადლობა ჟიურის, რომ ესე მოხდა. კი ბატონო, თქვენ ჟიური ახსენეთ, თქვენს ახსენეთ, რომ კომპეტენტური ჟიური იყო. ვინ იყო წლევანდელი კონკურსის ჟიური? შეგვიძლია რომ? კი ბატონო, რა თქმა უნდა, შეგვიძლია უკვე. გუშინ როგორც დაჯილდოებების ვინაობა გავამხილეთ, ისე გავამხილეთ ჟიურის ვინაობაც. ჟიურის წევრები იყვნენ ქალბატონი მანანა კვაჭანტირაძე, თავმჯდომარე გახდათ ბატონი ივანე ამირხანაშვილი, ასევე პაატა ჩხეიძე, მანანა ღარიბაშვილი გახდათ ჟიურის წევრი და ივანე ამირხანაშვილი დიახ. ჩამოთვალე, მე მგონი ხო არ გამორჩეს ვირმე. რა თქმა უნდა, ყველა მიმართულებას, რაც ნომინაციებშია ჩამოთვლილი, ყავდა ბატონი ვახტანგ ჯავახაძე. პოეზია ბატონმა ვახტანგმა შეავასა და განსაკუთრებულად აი ჩვენთვის ჟიურიმ აღნიშნა ეს და მეც მინდა გამოვარჩიო ნომინაცია დებიუტი, რომელიც მართლაც განსაკუთრებულად აი კარგად იყო წარმოდგენილი და ჟიურიმ აღნიშნა გუშინ რომ ის ავტორები, რომლებმაც მიიღეს მონაწილეობა და გამოაგზავნეს თავიანთი ნამუშევრები, უმეტესობა სხვათა შორის წიგნი წარმოადგენა, პერსპექტიული ახალგაზრდები, რომლებიც აქამდე არ ჩანდნენ თქვათ ლიტერატურულ ასპარეზზე და თითოეულ შეიძლება იცნობენ სოციალური ქსელით, მაგრამ თქვათ სახელი და გვარები თუ კი ბატონო, გამარჯვებული გახდა ლაშა ბაბილოა პოეზიის კრებულით და ძალიან საინტერესო ავტორები, სხვების ნინია სამხარაძე იყო კიდე, იყვნენ პოეზიაში. იყვნენ ძალიან საინტერესო ავტორები, რომლებსაც აი ჩვენ კიდე ველოდებით ჩვენს პროექტებში და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ისინი ითანამშრომლებენ. მაყურებელს შეიძლება უკაცრავად გოგონება მოპატიეთ, მაყურებელს შეიძლება დააინტერესოს ახლა, სად შეიძლება წაიკითხოს ის ნაწარმოებები, რომელებაც გაიმარჯვეს. სად შეიძლება რომ ნახოთ ეს? ჩვენ წერალთა სახლის გვერდზე უკვე განვათავსეთ გამარჯვებულები, იქვე მიუთითეთ გამომცემლობები, მსურველებს შეუძლიათ მიმართოთ გამომცემლობებს, ავტორებს, წიგნის მაღაზიებს და ასე რომ ვისაც სურვილი არის. მე ისევ ქალბატონ ნინიას დაუბრუნდები, იმიტომ რომ თქვენ საუბრობდით დრამატურგია რამდენად მნიშვნელოვანია და ის რომ მუზა აძლევს, ხო? გაიცემა ამ მიმართულებითაც. მე ვიცი რომ თქვენ გაბედულება ყოველთვის არ იყო თქვენი ძლიერი მხარე, წავიკითხე რომ თქვენი მეგობრები დაგეხმარნენ რომ პირველად აი ეს გზა გახსნილიყო თქვენთვის და აი რომ ახსენეთ რომ мотиваცია არის, რომ მგონია რომ მიუხედავად იმისა, რომ თქვენ არაჩვეულებრივ პიესებს წერთ, თქვენთვისაც ეს რაღაცა მეტი გამბედაობის მომცემი არის. ადამიანია. კი, ძალიან არის ჩვენი. აი ამაზე მინდა რომ მოგვიყვეთ, მე წავიკითხე რომ თქვენმა მეგობრებმა განაპირობებდეს ზოგადად რომ თქვენ წერა და გეწყოთ ამ მიმართულებით და ის შემდეგ უკვე განვით გზაზეც ცოტა რომ გვესაუბროთ. მადლობა ინფორმირებულობისათვის. დიახ, იცით როგორ არის საერთოდ ამ ჟანრში თეატრის სფეროში ჩემი ნაბიჯები განაპირობა ჩემმა ორმა დიდმა მეგობარმა, რეჟისორებმა გიორგი სიხარულიძემ და ივანე ხუციშვილმა.
და ეს იყო თითქმის ჩემი ბავშვობიდან მოყოლებული. მე და ივანე დადიოდა არტოს ბაღში თეატრალურ სტუდიაში და მე მისი კლასელი და მეგობარი მასთან ერთად ვინაწილებდი ხოლმე იმ შთაბეჭდილებებს და აი მე ბატონმა გიორგი მომცა რაცა ეს ნდობა გამომიცხადა რომ პირველი ნაბიჯები გადამედგა მიმართულებით და ძალიან იღბლიანი აღმოჩნდა ჩემი აი ეს გზა თეატრის სცენაზე მიმართულებით, იმიტომ რომ ბევრი პიესა რაც არის შესული ამ კრებულში არის უკვე დადგმული. ამიტომ აი ჩემს თავში თითქოს აი უკვე გადამუშავებული და მომწიფებული და დასრულებული მქონდა ეს პროცესები ამ ტექსტებთან ურთიერთობის და ვფიქრობდი რომ სულაც აღარ არის საჭირო ეს წიგნად გამოიცეს, იმიტომ რომ დრამატურგიასაც ძალიან ცოტა მკითხველი ყავს, საჭიროა გავჩეხოთ ხეები იმისთვის. ხო, უკვე მაყურებელს თითქოს ნანახი ქონდა ეს ყველაფერი უკვე დასრულებული სახით, ხო? კი, მაგრამ რაღაცა იყო ახალი პიესები, რომლებიც ჯერ მხოლოდ ძალიან ისე შიდა სამეგობრო წრეში იცოდნენ და იყო კიდე რაღაცა ინტერესი, რომ აი წაგვაკითხე ის პიესები, რომლებიც იდგმება სცენაზე და წარმატებული არის იქიდან გამომდინარე, რომ არაჩვეულებრივი დასი მუშაობს ხოლმე ამ ყველაფერზე. და რაღაც მოკეთ მათ შემაგულიანეს და მე შორენა შავერდაშვილის გამომცემლობამ დასტამპა ეს წიგნი და მადლობა თითოეულ მათგანს მე გუშინ თქვი კიდევაც იქ დაჯილდოებაზე რომ ეს მუზა მათ ეძღვნებათ ჩემს მეგობრებს და იმ ადამიანებს ვის მიმართ პასუხისმგებლობაც გამიღვივეს მათ იმიტომ რომ ამ პიესების ადრესატები ამ პიესების მთავარი გმირები არიან ჩვენი სულიერი თავგადასავალის პერსონაჟები დიდი ადამიანები ჩვენი წინაპრები სხვადასხვა დროის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, ვისაც დგას საერთოდ ჩვენი ეროვნული მეხსიერება და აი ეს პასუხისმგებლობა პირველ რიგში მათ მიმართ მაქვს. დიდი მადლობა. პრემია მუზა უნდა აღნიშნო, რომ მართლა ძალიან საინტერესო ადგილს იკავებს ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში. მადლობა სტუმრობისთვის, წარმატებებს გისურვებთ. მადლობა ძალიან დიდი.